ვილაპარაკებ ახლა დაცვაზე, კონკრეტულად კიდე მეორე კაცის პოზიციაზე. მეორე კაცი თამაშში არის 2 და აუცილებელია მეორე კაცისთვის როგორც 1-1 თამაში, ასევე ხაზთან თამაშიც. 1-1 თამაშისას მნიშვნელოვანია ცველის პოზიცია, ვინაიდან ერთი ხელი ყოველთვის უნდა იყოს მის დამტყმელ ხელთან, რათა ვერ შეძლოს მარტივად დარტყმა, მეორე ხელით კი ვაკონტროლებთ, რომ არ შეძლოს კუთხის მხარეს მოტყუება ჩვენი. აქედან მხარეს გომისას, ძირითადად შეხება გვაქვს საციებთან. უნდა ვეცადოთ, რომ გავუნეიტრალოთ მარცხენა ხელი და ვერ შეძლონ შორიდან დარტყმა. უნდა ვითამაშოთ, რომ ვერ შეძლონ მოტყუება ჩვენი მარცხენა მხარეს. მეორე კაცს თამაში უწევს ცენტრალურ მცველთან. ამიტომ აუცილებელია ურთიერთშეთანხმება მათ შორის, რომ გოლი არ გაგვივიდეს დაცვაში. როდესაც ხაზი დგას ცენტრალურ მცველთან მეორე კაცს შუა, მეორე კაცი ვალდებულია, რომ დარჩეს ხაზთან და არ ავიდეს ინსაიდის გასაჩერებლად. და უნდა ეცადოს მოუაროს ხაზს, რადგან მან ვერ მიიღოს ბურთი. როდესაც ხაზი არის ჩვენგან შორს, ამ შემთხვევაში ვთამაშობთ უფრო თამამად და შეგვიძლია შევხვდეთ ინსაიდს მაღლა. მაგრამ აქ უფრო მარტივია თამაში, უფრო რთულია მოტყუება და შეუძლია ჩვენს თავდამსხმელებს დაგვეხმარონ იმ შემთხვევაში თუ წავაგეთ პოზიცია. ამ შემთხვევაში ხაზი გადაწეული არის ცენტრში და მეორე კაცის მოთამაშეს შეუძლია იყოს უფრო აქტიური და შეხვდეს ინსაიდს მაღლა, რაც გაუადვილებს თამაშს. მეორე კაცისთვის არის ორი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც თამაშობს ხაზთან ერთად და როდესაც არის ხაზის გარეშე, რადგან ხაზთან ყოფნის დროს აუცილებელია დარჩეს 16 წრასთან და ეცადოს რომ ხაზმა არ მიიღოს ბურთი, ხოლო როცა ხაზი არ არის მასთან, უნდა ავიდეს ზევით და გააჩეროს ინსაიდი 1-1-ზე. ეს შემთხვევა იდენტური არის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მეორე კაცისთვისაც და ორივე მხარეს ერთი ტიპის მოძრაობას ვაკეთებთ, როდესაც არის ხაზი ჩვენთან და როდესაც ვართ მარტოები შემტევთან.